გამარჯობა, მე ვარ საბაგურული და ეს არის შოუ რა თქმა უნდა. თავიდან რომ ყველა კითხვის პასუხი გაეცეს და ვივარაუდო თუ რა სახის კომენტარები დაიწერება ამ ვიდეოს ქვემოთ. განსაკუთრებით კი 11 და 12 წლის ნიკა და ლაშა გეიმერებისგან, რომლებსაც Minecraft-ის gameplay-ის ვიდეოები უდევთ საკუთარ არხზე. დიახ, არსებობდა შოუ კი ბატონო, არსებობდა. და ჩვენ არ მოვალთ იმას, რომ კი ბატონოსგან მივიღეთ ინსპირაცია, რომ გავუკეთებინა ეს შოუ. რაც შეეხება აუდიოს, ანუ მიკროფონს, ჩვენ კი გვაქვს რაღაც პატარა მიკროფონი, მაგრამ არ გვაქვს მის ჩამწერი. ამიტომ გვიწევს პირდაპირ კამერაზე შეერთება და რა თქმა უნდა თუ კამერაზე იქნება შეერთებული, აი ესე ვერ გამოვა. ესე ვერ ჩავწერთ. ამიტომ პირველ ეპიზოდისთვის უნდა გვაპატიოთ და უნდა იყოს აუდიო აი ესე და მეორე ეპიზოდიდან რა თქმა უნდა არა მარტო ხმის პრობლემა, არამედ სხვა პრობლემებიც გამოსწორდება. რა თქმა უნდა ვიცით რომ რა თქმა უნდა იწერება ცალ-ცალკე, მაგრამ გადაცემის სახელი ასეთი ერთად დაწერილი მგონი რომ ასეთია რა, ის შეკრული რა და თან რო ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ერთად ითქმის რაღაცა ის სწრაფად. რა თქმა უნდა. რატომ სახელი რა თქმა უნდა? თავიდან როცა შევიკრიბეთ მეგობრები და გადავწყვიტეთ რომ უნდა გავაკეთებინა შოუ, პირველი პირობა იყო ის რომ ჭირდებოდა რაიმე მარტივი სახელი. რა თქმა უნდა. მეორე პირობა იყო ის რომ ჭირდებოდა რაიმე ადვილად დასამახსოვრებელი. რა თქმა უნდა. და ბევრი პირობის ჩამოთვლის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ სახელი ყოფილიყო რა თქმა უნდა. ისე რომ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. გადაღებულია. Bravo! პირველი ვიდეო გამოგიგზავნა საბაგურულმა. და ეს ვიდეო არის დედასთან დარეკვაზე. აი თუ ჩაჯმაზე. ბიჭო ხომარა ტეხავს. ეგ რო თქვა. არ მინდა ეგ. კაი. ხოდე, აშობი. საკნა. საჩი. გეხვედებ მინდა თუ აშენს კოთი გადი რა იქით. არავინ არ ამატოვა. შენი თომო მიბჭეს ჩემი დებილი ხარში. ხმის ვიცი ვარ კუჭი აშენი მქონდა მე მეგონა გავაყვეთ მე კიდე გამხერა შევიძვიცი. აუ გეხვედები და რა უქნა. არ გადამხედები მომიძებო სამხელაკაცი. და გაჩვენებდი ლერს მაგ რა უქნა და დიკომპლერი მაგ. მოლანდა მოგიტანს და გამეშვალე მაგ. ხლა ფეხებზე ვარდნაკებზე ჩამომინდი. რა უქნა. ხარში მიწდა და მოიდა რა. რა უთხრა ახლა მასწავლებას შევიძვიმეთი. იცი და დიკომეთი რა ვეთქვი და გამოვა. ბიჭო, კარგი ფიქრში და მოდიեցია. დაურეკე. მე ვერ დაურეკავ ახლა ანგარიშში არ ვარ. ვეთყვი რომ დედიკომით ის მეთქე თუნდა დაურეკეთ მეთქი და ვეთყვი კი ვიცი სახასე მივდივარ თუ უთხარი. ეს ბავშვი სავარაუდოდ სკოლაშია, სავარაუდოდ შესვენებაზეა, სავალალო მდგომარეობაშია, სავაშ ბალდარი არ მევასება. კი ბატონოს არ ბაძავთ. ცოტათი, მაგრამ მაინც არ ბაძავთ. გადამხედები მომიძებო სამხელაკაცი. დედამისი მას მოიხსენიებს როგორც ამხელა კაცი. ამხელა კაცი. ხო, გზა შემოგევლე. ხო და ჩავждეთ ერთი ძველი კლასელები რა ბიჭო რა სიტყვი. მოიცადე ზარია მეორე ხაზზე. ხო დე, რა შოპი? გონი საინტერესო იქნებოდა იგივე შემთხვევა სხვა ქვეყნებშიც რომ მომხდარიყო. Mom, what are you doing? What can I do? Where are Right, Mom, what are you doing? What can I do? Where are you? At home. I thought I was gonna fart, but how big poop I made, you know. Kishim kebune. Keşke. Bakın. Abrete. Kegen başları kule bom bakın işte Allah Akbar iman şalman. Allahu Akbar! ამ ვიდეოში არა მარტო ბავშვს უკავია მთავარი როლი, არამედ დედამისაც. უბრალოდ კი დედამისის რეაქციას. რა უთხრა ახლა მასწავლებას შევიძვიმეთი. შენი თომო მიბჭეს ჩემი. დებილი ხარ შენ? ვარ კუჭი აშენი მქონდა. შემდეგი ვიდეო გამოგიგზავნა იკა გოგლიძე. და ეს ვიდეო არის ლაბირინთზე. როგორ წარმოგიდგენია რა შეიძლება იყოს ლაბირინთი? ლაბირინთი მე შემძიეთ ნობერური მაქვს და ის ბილაინია.
მაგრამ დასატენია და ბილაინის სატენი ვერ ვიშოვე. რატომ შეიძლება ეს ბავშვი ერთმანეთთან აკავშირებდეს ლაბირინთს და ბილაინს? პრინციპში ორივე ჩუზე არ იწყება. ისა თუ მართლა ასეთი ახლო კავშირი ექნება ლაბირინთს და ბილაინს, ძალიან მაგარი ფილმი მახსენდება, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა. ნიშნია. კაი. I need to know that you're going to follow the rules. ეს ბავშვი თუ ამგვარი ტემპით გაიზარდა, ძალიან საინტერესო სანახავი იქნება იგი დიდობაში. ალო, რამაზი. როცა მოხდა 7 პამპერსი წამოიღე რა. რა კითხვა ახლა რა თუნდა მიდოდეს ბავშვებს ჩიში-ბიში მოენატა და მინდა რომ ჩაუთქვლიფო. ნიკუშა დედი გვიანობამდე არ გაჩერდე ზოში, თორე ხო ხედავ ბაზარში უკვე რაფასებია. ლაბირინთი მე შემძიეთ ნობერული მაქვს და ის ბილაინია. ამ ბავშვს თუ ესწოდნა სავარაუდოდ ბაღში აქვს მიღებული მისი ასაკიდან გამომდინარე, წარმოვიდგენე როგორი გაკვეთილები იქნება მასთან. აბა ბავშვებო. ვეცარ იყოს. აბა ბავშვებო. გამიხსენოთ როგორც გასწავლეთ სიტყვათა კავშირი. მაშასე დავაკავშიროთ სიტყვა ლაბირინთი. მართალიანო დარიკო ლაბირინთი ბილაინი. კროსვორდი. ნინიკო რა არის? ჯეოსელი, ლაბირინთი ბილაინი, კროსვორდი ჯეოსელი. მაგთი დავაკავშიროთ მაგთთან. რა არის? რა არის? სუდოკუ. ლაბირინთი მე შემძიეთ ნობერული მაქვს და ის ბილაინია. მგონი ვიცი, ეს გოგო ვისი შვილიშვილიცაა. მინდა წერე გრაფი მონტე-კრისტო. კი, აქ ცხოვრობ რა. შემდეგი ვიდეო გამოგიგზავნა ლევან ჩილინდრიშვილმა. ქვეყნებში ხდება ომები, რაღაცები ეგ გაწესებთ. და რითი უნდა შევცვალოთ? ატომური ბომბით. მოიცა რა შევცვალოთ, თუ ამაფეთქოთ ყველა? ყველა. ჩვენ, კაცო? ჩვენს. აი, მე არ გეწოდებით, ნახე. რატო გასაწყვეტა? მე რა დავაშავე ატომური ბომბა, რატო უნდა დამე? ყველა გასაწყვეტი ვარ. არცეთ ერავა დასაბჭე გამყანა. აი ეს ადამიანი ისეთ როგორ მეგობარს გავს, აი ძალიან მაგარი ამბავი რო გაქვს. რომ მინდა რომ მოუყვე და რომ მოუყვები და იქ ყველაფერში რომ რამხილას ჩაგიჯობთ, იცით? რამხელა შევიძვიცი. აი ამ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ერთი ხელის მოსმით აი წერტილი დასვას, ტოჩკა, დააჯინოს, დაამთავროს ყველაფერი. ალო. რა პური წამოვიღო, კარგად თუ ხშორდები, ვაფშე დაახბიე სახლიდან გადი ვაფშე. კანუში ცხრისმე სახლიდან ეხوين. ვაფშე ვინმე ბიჭს მიწერა შეხვდები და ჩემს არის არ უპასუხებ და ხო იცი რასაც გიზამ. რას მიზა? ატომური ბომბით. ქვეყნებში ხდება ომები, რაღაცები ეგ გაწესებთ. და რითი უნდა შევცვალოთ? ატომური ბომბით. შენი თქვები აღარ გავკრათ. ატომური ბომბით. რაღაც ძალიან მოვიწყინე. რაიმე გასართობს ხوبარ შემომთავაზებდი. გონი შენ უნდა იცოდე. მართალი ხარ. ატომური ბომბით. ყველა გასაწყვეტი ვარ. არცეთ ერავა დასაბჭე გამყანა. აი ამ კაცის ვიზუალი, აი როგორ კაცმა გონებს, იცით, აი ქართული პურემ ჭამელე. სმელი კაცი როა. აი ხო ძალიან. ასე მტერი დაგეცალოთ. ასე მოყვასი დაგეცალოთ და ასე გაგიცალოთ თქვენი ოჯახები და გადაშენდით და ამოწყდით ერთ დღეს გახუტონი კაი ხალხი ხარ. შემოდგი ფეხი დაგეცოთ მეხი და ამოწყდით ერთ დღეს და გადავშენდით ყველაკენა. მგონი ვიცი ამ კაცის ნათესავიც ვინ უნდა იყოს. როდესაც ადამიანი დამნაშავეა და დანაშაულს იდეებს არ უნდა არსებობდეს არ ციხე, არ სასამართლო. ის უნდა იყოს დაჟილი სიკვდილით. მოკლედ მეგობრებო, თუ ჩვენ ვერ მოახერხეთ რომ დაგვედო პირველი ეპიზოდში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ეს იმას არის შანსი რომ მომავალშიც ესე გაგრძელდება. მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ეპიზოდებში. თუ თქვენ დაგვეხმარებით რომ ეს შოუ კიდევ გაგრძელდეს, საბოლოოდ მიიღებს ისეთ შედეგს, როგორიც გინდათ რომ იყოს. მე ვარ ზიადალიური, ეს არის შოუ. derbuni wიღაცა ვარ მათ გეუბნებია არა ვარ მესიადალია ბიჭარ და ზიადაც როეს ემოთ
დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, თუ თქვენ მოგეწონათ პირველი გადაცემა და თვლით რომ უნდა გავაგზავნოთ შოუ, რა თქმა უნდა, მაშინ აუცილებელია რომ ეს ვიდეო მოიწონოთ როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube არხზე. ასე ყველა სასურველი იქნება თუ თქვენ მას გააზიარებთ. ამ შოუში ვიდეოებს აგზავნებთ თქვენ, ანუ ხალხი და სად უნდა გამოგზავნოთ თუ არა, რა თქმა უნდა, Facebook-ის გვერდის ჩატში. მე ვარ საბაგურული, ეს არის შოუ, რა თქმა უნდა, შევხვდებით მომავალ შოუს. Yeah! არის, ჩავწერეთ.